იცი? ჩვენ ადამიანებს საერთოდ აი ოჯახის წევრებზე ახლობელი არავინ არ გვყავს. Ვიცი ეს შენ და რა სირთულეც არ უნდა იყოს, ეს ყოველთვის ერთად უნდა გადავლახოთ და ესე გვერდში დგომით. შენს მამას ამართლებ ხო? არა, ბებო, არ ვამართლებ და არც შენ არ გთხოვ რომ გაამართლო. უბრალოდ რა არის, იცით, მამა შენის პირველად არის მშობელი, ბებო და შენთან ერთად სწავლობს. და ძალიან ბევრი რამის ეშინია, ბევრი რაღაცა ეშლება, მე არის ისე შეცდომა როგორ გამოასწოროს და უგონთ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენი წყენინება უნდა, ან კიდე საკმარისად არ უყვარხარ. არ მინდა მამაზე ლაპარაკი და არც მამას ნახვა არ მინდა და უბრალოდ რომ ვისეირნოთ არ შეიძლება? კი, ბებო, კაი. გამარჯობა. დედა, დაგერეკა რომ მოდიოდით. რომ დაგვერეკა სიურპრიზი აღარ გამოვიდოდა. რა სიურპრიზი? იქნებ შემოვიდეთ და მე ბოდიში მომზადეთ. აი მე რას დალევთ? ყავა, ჩაი, რომ ანა, რა დროს ყავა და ჩაია, მოდი დაჯექი. მოდი. აი მე რამე კაი ამბავია, გაარკვიეთ რამე თუ რა ხდება? კარგი ამბები და გარკვევები შენი იურისტებისკენ მოიკითხე. ჩვენ აქ სერიოზული ხალხი ვართ და ფაქტებით საუბარი გვერჩევნია. დედა გიხვეწები ახლა თქვი ბოლო რა მოხდა? მოდი თქვას ჯობია პირდაპირ ნახოთ. ნებეთ? ეს რა არის? კი, დედიკო, კი და კიდევ ერთხელ კი. ხო ეს არა კაცი ეს საიდან გაქვთ? როდინდელია? გუშინდელია. და სიმართლე გითხრათ, ამის მოგვივას არც ისე დიდი ძალისხმევა დაჭიროებია. მე ხლა აღდგები ერთი კარგი ბოთლი ღვინო მაქვს და აღნიშნოთ. ეს არა მე უნდა წავიდე, მეჩქარება, ასე რომ ჩემს გამო ნუ შეწუხდებით. ხო, თან ჩემი აზრით ეს ფოტოები სრულიად საკმარისია, იმისთვის რაც თქვენ გჭირდებათ. საკმარისზე მეტია ბატონო ზაზა. ანა არ შენდალე? არა დედა რას დავლებ? ეხლა ჯერე დედას უტირებ. ყველაფერს ხო შეამოვადე და მე და შენ ერთად ავყნიშნებ. ესე იგი მარტო დამილევია. მოდი მე წავალ, თუ რამე დაგჭირდათ, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დამირეკოთ. ანა ზაზა მოდი. ბოდიში რა დავიბენი, ნამდვილად არ გინდათ არაფერი. არა, მართლა მეჩქარება, მაგრამ მადლობა. პირიქით, თქვენ მადლობა ძალიან დიდი ამ ყოველფრის. მოდი გაგაცილე. აი გძანდებოდეთ. ნახავთ. დიდი მადლობა ჩემო კარგო. მეუღლე მომიკითხე. დედა, ძალიან დიდი მადლობა. მართლა გეუბნები, აღარ მეგონა რომ ამ ამბავს რამე იშველებოდა. იმედი ახლა მაინც მიხვდები რომ თუ რამე პრობლემა შეგექნება მე უნდა დამირეკო. დედა, აღარ მინდა მეტი პრობლემა. არა დედა, ეს ისე თქვი უბრალოდ. არ გინდა, არა. ეხლა ჯანდაბას დავლევერთ. მოდი. რა იყო ნერვიული. სანერვიულო, მაგრამ მე არა რა თქმა უნდა. გამარჯობა. ლილუ ეკა. ძალიან სასიამოვნო. ჩემთვისაც ძალიან. შენ კიდევ უფრო ლამაზე ყოფილხარ, ვიდრე გოგა მეუგრებოდა. მოგძან. უარდა დიეტაზე ვიყავი. ნუ ირა უცნაურია ლილუ რო დიეტაზეა და მე არა. ლილუ სტუდენტი ხარ ხო როგორც ვიცი? კი, სტუდენტი ვარ. ორა მაგარი პერიოდია. არის რა? და სამომავლოდ, ანუ შენი პროფესიით აპირებ მუშაობას, ხო? ნუ ეს მუშაობაზე ჯერ არ მიფიქრია. უია, საინტერესო. და შენ კანადაში მუშაობ, ხო? ხო, ეგრე გამოდის. ანუ თიკა მომწერა. აი ყაზბეგში ვისთან ერთადაც ვიყავი. იტალიაში მიდიან 4 დღე. და ხო გამიშვებ.
შენ ეგეთი მკაცრი ხარ, გოგა? არა, კაცრი არ არის. ნუ ფინანსურად უბრალოდ. ვიცი ხარო ფინის ფულს ვაგროვებ და ვერ მოვახერხებ. ბოდიში ხო? მას ვისავთ. შემდეგში წახვალ. შემდეგი თუ იქნება კი. აუ კასპერი სერას უცდილობ რომ არ ვიფიქრო პრობლემებზე და დალიე რა. დაავლევით მაო თუ დამაცდი რა. დრას უნდა ელოდო, აგ რა ხინკალიც მოვიდა. ინებებ კიდევ რამეს? არა მადლობა. ბოდიში, ერთი თებშიც რომ მოგვიტანა. ლუდს ხო არ დაამატე? ლუდი არა, ლიმონათი იყოს. რომელი? მოდი, ლიმონათს მერე გეტყვი, მაგრამ თებში მოგვიტანე. ხოლმე? რა ხდება ვისვალოდებით? გეტყვი რა, გაიგებთ მაო რა. მადლობა. ალფს. ამიმე გაიცანი კიდე. აუ ეხა თუ ისე ირინას. არა, ბიჭო, რა ირინა გადაო. მოითმინეთ, მაო და გაიგეთ. მოდი რეზი. გამარჯობა. შენ? კარგად, კობა, გაიცანი, რეზი ჩემი ძმა. კობა, ჩემი ბავშვობის უახლოესი მეგობარი და ჩემი ძმა. სასიამოვნოა. ნუ არა ბიოლოგიური, გაჩი. ჩემთვისაც სასიამოვნოა, კობა. და იმედი მაქვს, რომ მეც ისეთივე ძმობას გავუწევდათოს, როგორც კასპერას, როგორც შენ. ეჭვიც არ მეპარებო მაგაში. ხინკალს ხო შეჯამ? ხო. შეიძლება ამას არ ეტყობა და არ იმჩნევს, მაგრამ ძალიან მაგრა გაუხარდა, რომ მის ხოვრებაში გამოჩნდი. სხვათა შორის მეც მაგრა გამიხარდა. მეც. ეხლა დღეს რაღაცების მოგიყვება ჩემზე და მაინც ყველაფერი არ დაიჯერო. მე ყველაფერი მაინტერესებს. რას დალევ? ოღონდ ისეც რამეს, რომ მარინამ არ მოკვლას. არა ხო, რავი, ალუბლის წვენი მინდა მე. ერთი წუთი თუ შეიძლება რა. ხო, მშვიდობა? კი, მშვიდობა. როგორ ხარ შენ? კარგად, თქვენ ხო კარგად ხართ, ელენიკო როგორა? კი, ორივე კარგად ვართ. ფსიქოლოგთან ვყავდა დღეს. კარგია რომ წამოვიდა. უკეთესად არის? ნუ ეხლა ესე ორჯერ მისვლით როგორ? ხო, მეც მართალია. იცი რა, ფსიქოლოგმა მთხოვა რომ შენთან უნდა საუბარი მოკლედ. მიზეზი ხო არ უთქვამს? არა, არ უთქვამს, მაგრამ ეხლა ხო იცი ასეთ სიტუაციაში არ არის გასაკვირი რომ ამასთან უნდა საუბარი. და ხო, რა თქმა უნდა, ეგეც. კი ბატონო. კარგით, მივალ აუცილებლად. კარგი. შენ მიხედა რა შენ თავს, ჭამე რამე? კი. არ ინერვიულობ თქვენ. თქვენ ან ელენიკოს რამე თუ დაგჭირდათ დამერეკეთ აუცილებლად რა. კარგი. კაი, კოპა, გამემშვიდობს. თქვენც ასე. I will stay with you, 'cause you keep me
wants